და როგორ აღნიშნეს 9 მაისი პოსტსაბჭოთა სივრცესა და მსოფლიოში მოსკოვში წითელ მოედანზე ტრადიციული სამხედრო აღლუმი გაიმართა, რომელსაც საგანგებოდ მიწვეული სტუმრების გარდა სამხედრო და პოლიტიკური ელიტა დაესწრო. ვეტერანებს სიტყვით მიმართა ვლადიმერ პუტინმა მეორე მსოფლიო ომის დასრულების 68 წლის თავთან დაკავშირებით სამხედრო აღლუმი გაიმართა საფრანგეთსა და უკრაინაშიც. ლატვიაში კი ქვეყნის ისტორიაში პირველად საბჭოთა არმიისა და ნაცისტური გერმანიის მხარეს მებრძოლმა ვეტერანებმა უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინებით ერთად შეამკეს. ფაშიზმზე გამარჯვების დღე ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი პომპეზურობით ტრადიციულად რუსეთში აღნიშნეს. მოსკოვში წითელ მოედანზე ყოველწლიური სამხედრო აღლუმი გაიმართა, რომელშიც 11,000 სამხედრო მონაწილეობდა. აღლუმი თავდაცვის მინისტრმა გენერალმა სერგეი შოიგუმ ჩაიბარა. ქვეყნის პრეზიდენტი პრემიერთან ერთად სამხედრო მსვლელობას თვალს ტრიბუნიდან ადევნებდა. Мы всегда будем помнить, что именно Россия. ყოველთვის გვემახსოვრება, რომ სწორედ რუსეთმა საბჭოთა კავშირმა ჩაშალა ნაცისტების კაცთმოძულე სისხლიანი ქედმაღალი გეგმები. ჩვენ არ მივეცით ფაშისტებს უფლება დაეპყროთ მსოფლიო. ჩვენმა სამხედროებმა თავისუფლება და დამოუკიდებლობა დაიცვეს. მათ თავის შესწირეს ევროპის გათავისუფლებას და მოიპოვეს გამარჯვება, რომელიც ჩვენს ისტორიას სამუდამოდ დარჩება. 9 მაისთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებების მეორე ეპიცენტრი კი მოსკოვის დიდი თეატრის მიმდებარე ტერიტორია იყო. ვეტერანების ის ნაწილი, ვინც წითელ მოედანზე აღლუმს არ დასწრებია, ომის დღეების გასახსენებლად თეატრის სკვერში შეიკრიბნენ, სადაც ომში დაღუპულების ფოტოები იყო გამოფენილი. ის რისი თვითმხილველებიც ვიყავით, ჩვენმა ერმა აღარასოდეს უნდა ნახოს და გადაიტანოს. სწორედ იმისთვის ვიბრძოდით, რომ ნათელი და მშვიდი მომავალი გქონოდა. ჩვენ შვილებს კი ის ტანჯვა და შიმშილი არ გამოეცადათ. ეს დღე ჩვენთვის ყველაფერია, ჩვენი ცხოვრებაა, ჩვენს წინაპრებს გამარჯვებისთვის მთელი ძალით რომ არ ებრძოლათ, დღეს არ ვიარსებებდით. რუსეთის გარდა სამხედრო აღლუმი გაიმართა უკრაინაშიც. სევასტოპოლში ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სხვა ქალაქები და საგანგებოდ ჩასული მოქალაქეებიც დაესწრნენ. აღლუმზე ბავშვობის წლებიდან ვესწრებით, ჩვენი ქალაქისათვის ეს ნამდვილი დღესასწაულია. ბავშვობაში დიდ ბაბუას და მამას დავყავდი, ახლა კი მხოლოდ მე და მამა დავრჩით. ჩემი შვილი რომ წამოიზრდება, მასთან ერთად მოვალ, რადგან ეს ტრადიცია და ეს არის დაღუპულთა ხსოვნის დღე. 9 მაისი აღნიშნეს პარიზშიც. უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკეს საფრანგეთის პრეზიდენტმა და საფრანგეთში ვიზიტით მყოფმა პოლონეთის პრეზიდენტმა. მანამდე კი ტრიუმფალურ თაღთან საზეიმო აღლუმი გაიმართა. მეორე მსოფლიო ომში დაღუპულები გაიხსენეს ლატვიაშიც. რიგაში მეომრების მემორიალი გვირგვინით ქვეყნის პრეზიდენტმა შეამკო. ამის შემდეგ კი ყვავილები ჯარისკაცის საფლავზე პირველად ქვეყნის ისტორიაში საბჭოთა არმიისა და ნაცისტური გერმანიის მხარეს მებრძოლმა ვეტერანებმა ერთად მიიტანეს.